ვანო წარეთელი კოალიციას ცვლილებისთვის წარმოადგენელია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ვანო. მოგესალმებით. ზურას მოусმინეთ ერთად. ეს ემთხვევა კოალიციის მიზნებს და სტრატეგიას, რომ ბევრი ხალხი ქუჩაში, ეს არის ერთადერთი, რაზეც რეაგირებს რეჟიმი, რაც ამარცხებს დიქტატურას. ხვალ გაქვთ აქცია. დიახ. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა ეთერისთვის. მივესალმები ჩვენს ლიდერს, ახლად დაჭერილ ადამიანებსაც, გამრავლდა კიდევ ორი კაცით პოლიტპატიმრების სია. მე ვფიქრობ, ყოველთვის ამას ვამბობ რა, ეს არ ასუსტებს არაფერს და ეს ხვალინდელი დღე იქნება ამის ნათელი დადასტურება, რომ არავის დაჭერა, მათ შორის ლიდერების, ახალგაზრდების იქნება ეს ტიტუშკების ისქმედება, რომელიც ჩვენ მელიქიშვილზე ვნახეთ, არაფერი ამ დედამიწის ზურგზე ვერაფერს მოიფიქრებს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ ეს ხალხი გააჩეროს. ამის ნათელი დადასტურება იქნება ხვალინდელი დღე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო 19 საათზე, როდესაც ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ხალხს ქუჩაში, რომელიც თითქმის ერთი წელია უკვე იცავს იმას, რაც მათი მოპოვებულია, მათი წინაპრების მოპოვებულია და რა ცხოვრებაც მათ სურთ. ეს არის თავისუფლება, იმიტომ რომ ყველა მათგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ინდივიდუალური თავისუფლება არ არსებობს, თუ კი საზოგადოებაში თავისუფლება ცხოვრების წესად არ არის დადგენილი. ხო და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამის დანგრევას ცდილობს, ხო? ბიძინა არ დაიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხარია, რომ ევროკავშირი წყვეს ჩვენთან ვიზა ლიბერალიზაციას. არც ის დაიჯეროს ვინმე, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გახარებულია, რომ ვერ ალაგებს ურთიერთობას ევროკავშირის თუნდაც უმნიშვნელო მოდი ბჭყალებში ჩავსვათ ქვეყანასთან რაღაც ეკონომიკური თვალსაზრისით მაგალითად. არა, საერთაშორისო დელეგიტიმაცია მას ურტყამს, ეს ძალიან კარგად იცის მან. აი ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როდესაც ამერიკასთან მიმართებაში საუბრობენ, აი ეს მათხოვრული წერილები იმის, რომ იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა ის, რომ აღიარონ მისი ლეგიტიმაცია. ამ აღიარების საფუძველი კი მან იცის ერთი, რომ აქ უნდა ჩააშოშმინოს ის, რაც ქუჩაში ხდება. პროტესტი უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა და უნდა დაანახოს ამ ხალხს ერთი რამ, რომ კი შეიძლება, აი ნახეთ როგორ არის აღიარებს თუნდაც იმას, რომ მოიპარა არჩევნები, მაგრამ ვაკონტროლებ აქაურობას. აი ეს მაფიოზური ფორმით უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ეს უღიარონ მას. ეს არის მისი მიზანი, იმიტომ რომ იცის, რომ არც ახლა, არც მანამდე თქვენ წარმოიდგინეთ არც 2024 წლამდე, მაგრამ 2024 წლის მერე განსაკუთრებულად ის არ არის ლეგიტიმური. ეს ლეგიტიმაცია აუცილებლად საჭირო არა მხოლოდ 21 საუკუნეში, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიას რო გადავხედოთ რაღაცნაირად ლეგიტიმაციის ისტორია კი ორი კაცი როდესაც იბრძვის ლეგიტიმური უნდა იყოს ვინ არის უფროსი და ვინ არა ამასაც კი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ხო შუა საუკუნეებში არსებობდა ლეგიტიმაციის წესები მაგალითად რატომ უნდა ყოფილიყვნენ ბაგრატიონები ქართველთა მეფეები ამისათვის მთელი მითი შექმნეს ბაგრატიონებმა და დაუკავშირეს წარმოშობა ღმერთს ეს კითხვები არსებობს თანამედროვე სამყაროში ლეგიტიმაციის ერთადერთი საშუალება არის დემოკრატია ანუ ხალხის არჩევანი ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა რომ მას აღარ ეკუთვნის ამიტომ არ არის გახარებული ის არც საქართველოს შიგნით ყოფ მიმდინარე მოვლენები და არც საზღვარგარეთ, მაგრამ მესამე შრეს მინდა შევეხო დელეგიტიმაციის მისი. ეს არის შიგნით ქართული ოცნების შიდა სიმყარე. დიახ, ნახეთ, მას ასევე როგორც პატრონს ჭირდება ლეგიტიმაცია მისივე ქვეშევრდომებისგან, რომელსაც ის აფრთხილებდა და ეუბნებოდა, რომ თქვენ აკეთეთ იმას, რასაც მე გეუბნებით, დანარჩენს ყველაფერს მივხედავ მე. დავამთავრებ პრობლემებს საქართველოში, მოვაგვარებ პრობლემებს ამერიკასთან, ტრამპის ასე ვთქვათ ხელისუფლებასთან, არ შეგეხებათ რა ქვია იმას ევროკავშირის სანქციები, მაგრამ მივიღეთ რა, თავად დაერია თავის ყოფილ თუ რა ვიცი, გუნდის წევრებს ყველაზე ერთგულებს ყოფილს. თითქმის ყველაზე ერთგულებს, რომელმაც ეს შექმნა. აი ეს სისტემა შექმნა. ესეც ძალიან კლასიკური ამბავია, საბჭოთა ისტორია ყველამ მეტნაკლებად, ყველამ კარგად ვიცით. საბჭოთა კავშირის შემქმნელები მერე თავად საბჭოთა კავშირის სისტემამდე მოინელა, ხო? ეს არის სტანდარტი და ქრესტომატიული, ამიტომ მე ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირზე ძლიერი თითქოს ინსტიტუციები არ ქონდა არავის, მხოლოდ და მხოლოდ 70 წელი გაძლო ამ იმპერიამაც კი და არ დაგავიწყდეთ რომ 41 წლიდან ის მეორე მსოფლიო ომში ჩაება და 45-ში გამარჯვებამ მას კიდე გაუხანძლევა ყოფნა თორე გაცილებით მალე დასრულდებოდა. ამიტომ მე ვეუბნები ყველას და ვაფრთხილებ ახლა ბიძინა ივანიშვილის იმპერია არ არის უკვე ისეთი ძლიერი როგორიც უნდა ყოფილიყო. და კიდე ერთს ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილი არ დგას საკუთარ თავზე. ანუ რისი თქმა მინდა მე არც იმაში ამყარად ის ბიძინა ივანიშვილი რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მისი მთავარი საყრდენი ანუ პუტინი ხვალ
ხვალ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება არავინ იცის. მაგალითად ტრამპის დღევანდელი განცხადება, რომელიც ამბობს ღიად უკვე, რომ მე ვიცი რომ მშვიდობა უნდა ზელენსკის, მაგრამ არ ვიცი და ვერ გავიგე რა უნდა პუტინს. ამიტომ ჩემი მოთმინება მგონი იწურება. ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ ეს ომი დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ რუსეთის გარდა ამ ომის გაგრძელება ამაზე არის დამოკიდებული როგორ მოიქცევა ივანიშვილი? რა არის იცით, რა თქმა უნდა ერთავად არის ამაზე დამოკიდებული, უბრალოდ მე ამას ხსნი, იმიტომ რომ არ არის მყარად. მას ვერ დავაბრუნებ, მოდი ვერ დავაბრალებ მას უტვინობას და უჭკუობას, მას ძალიან კარგად იცის რა ხდება გარშემო. ამიტომ ის არ არის მყარად. ანუ ჩვენ ნახეთ რომ ლეგიტიმაციის სამივე შრეზე, ანუ საშინაო ხალხს გულისხმობ, ქართველ ხალხს, მეორე საერთაშორისო თვალსაზრისით და მესამე შიგნით თავისივე, ასე ვთქვათ, გუნდში აღარ აქვს ლეგიტიმაცია, მას აღარ ენდობიან, მოდი ასე ვთქვათ. ეს ხალხი ნერვიულობს, იმიტომ რომ დაიჭირეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, ხა ვის ჯერა საქართველოში რომ ერთი თავდაცვის მინისტრმა აიღო და ქვეყნის ფული იშოვა ისე, რომ სხვა არავინ არაფერი იცოდა. ან თუნდაც ვის ჯერა ის რომ დაუშვათ შემდგომში თუ დაიჭერენ ვიღაცებს ხა არ აქვს სახელებს და გვარებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თორე მოდი ჩამოთვალოთ, რომ ყველამ კარგად ვიცით, ახლა ვიზე შეიძლება გავიდეს ბიძინა ივანიშვილი, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს იყო სისტემა. ანუ ჯუანშერი არის ხაზი ღარიბაშვილზე. ღარიბაშვილზე, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. აქ უბრალოდ რა უნდათ, ნახეთ, რატომ დაამტყიეს ერთმანეთს ღარიბაშვილი თუ ჯუანშერის დაჭერა. საკუთარ თავისიანებს აშინებენ? ორი ამბავი აქვს რა. ერთადერთი დარჩა ეგ გზა, რომ შიშზე გადავიდეს, მარტო რაკაც პრობლემები შეექმნა. ნახეთ, აი მელიქიშვილის გამზირზე დაიჭირეს ერთი გოგონა, რომელიც დღეს გამოუშვეს. ფანტასტიკური ადამიანების ბავშვი, რომელიც მართლა ეს არის სახე მომავალი საქართველოსი, ნამდვილად ასე ეს ადამიანები არიან, არ გატყდა არც ერთი მეგობრებო, ამაზე ალბათ მოგვიწევს საუბარი. და მეორე მხრივ დაიჭირეს ადამიანები, ეს ტიტუშკები, რომელთა გამოშვებამაც მოუწიათ. რატო? იმიტომ რომ ორი ამბავია იქ. თუ არ დაიჭერდნენ, პრობლემა შეექმნებოდათ პოლიციაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა პოლიტიკური იყოს პოლიცია, ასეთი სახის ქმედებას მათ მიმართ თავსლაფის დასხმად აღიქვამენ და უპატივცემულობად და მინისტრის რეიტინგი დავარდებოდა ჩვეულებრივი პოლიციელების თვალში. დაიჭირეს, მაგრამ გამოუშვეს და არც ეს იმოქმედებს კარგად. რატომ გამოუშვეს? იმიტომ რომ ტიტუშკებთან გაუჩნდათ პრობლემა. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ატეხეს ბუნტი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ თუ კი გვავალებთ რაღაცების გაკეთებას, მაშინ დაგვიცავით, რომ ციხეში არ ჩავსხდეთ. ამიტომ ეს არის ბზარები, რომელიც ერთ დღესაც ისე გასკდება, როგორც რა ვიცი, სულ ამას ვამბობ რა, Game of Thrones-ი როგორც დასრულდა, ხო, რაღაც წუთებში განადგურდა ის თითქოს ჩრდილოეთის ის დიდი არმია, რომელიც რაღაცა საშიშროებას წარმოადგენდა. მე არ მინდა რომ რაღაც ზედმეტად ნათელ ფერებში დავხატო ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ განსაკუთრებით ამ შემოდგომიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებ და რასაც ამაზე პასუხობენ მერე ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომები, საჩვენოდ უფრო მუშაობს. ანუ ჩვენ ნაკლებად გვაზიანებს. ანუ გულისხმობ იმ ხალხს, ვინც პროტესტში ვართ. პირიქით, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მუშაობს. მათ შორის ამ ადამიანების დაჭერაც. მოდი პირდაპირ ვთქვათ, მეგობრებო რა, დელეგიტიმაცია ქართული ოცნების მოახერხა ქართველმა ხალხმა. შარშანდელი არჩევნების მერე უწყვეტი და უკან არ გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე, არ თანამშრომლობის ხარჯზე მივახციეთ იმას, რაზედაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ. ყველა პოლიტიკოსი რო გააქრონ საქართველოს რეალობიდან. გააქრო. ყველა პოლიტიკოსი რომ გააქროს, ეს პროცესი მაინც არ ჩაქრება, პროცესი ვერ მოკლა. რატო? იმიტომ რომ ყველა ლიდერი დაიჭირა, კი ბატონო. მე ყოველთვის ვიმეორებ, რატომ განსხვავდება ჩვენი რეალობა, რა ქვია, სხვა რეალობებისგან. მაგალითად რუსეთი, ბელარუსი? დიახ, ბელარუსი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი. იქ იყო მხოლოდ პოლიტიკური? დიახ, ის იყო პოლიტიკური. ეს არის იდენტობისთვის ბრძოლა საქართველოში. ანუ ქართველმა ახალგაზრდებმა, ძველგაზრდებმაც და ყველა ვინც ქუჩაში დგას, ზუსტად იცის რისთვის იბრძვის. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მარტივი ფორმულა. ეს ქვეყანა არის საქართველო, მას აქვს საკუთარი უნიკალური იდენტობა, რომელიც არის დიდი ცივილიზაციის, ეს არის ქრისტიანული, ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა. სხვაგვარად ეს ქვეყანა ვერ იარსებებს. ამ იდენტობის გარეშე ვერ იარსებებს. თუ არა და ამაზე მეტი ჩემი საქმე კი არაფერია. თავისუფლად შემიძლია ამაზე საუბარი, როგორ მივედით იქამდე რომ ასე ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯები შუა საუკუნეებში და მერე თუნდაც გეორგიევსკის ტრაქტატი და ამ შემდეგ დაახლოება, ესეც დასავლეთის ძიება იყო. ესეც იმ დასავლეთის ძიება იყო, რომელიც დასრულდა ბიზანტიის იმპერიის დამხობით. ჩვენ ვეძებდით მოკავშირეს და მაშინ იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი იყო, ერთადერთი უпростоრად და მნიშვნელოვანი საყრდენი იყო რელიგია. მის მერე რაღაცა მე-19 საუკუნიდან სხვა რაღაცები და ასე შემდეგ. ამაზე საუბარი განუწყვეტლივ შემიძლია და
ის მიერი დამიჯდეს, ვისაც უნდა იმასთან შეკამათება, რომ ქართული კულტურული ღირებულებები არ არის ცივილიზაციური თვალსაზრისით და ისტორიული თვალსაზრისით დასავლური. ახლა რა ცდილობენ ესენი სრულიად უნიჭოთ, რომ დააშორონ ეს ერთმანეთს და ხალხს დააჯერო, რომ თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ ცივილიზაციური თვალსაზრისით, არამედ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით შესაძლებელია საქართველოს არათუ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ, არამედ ისეთმა დიდმა ქვეყნებმა, როგორიც არის გერმანია, ბრიტანეთი თუნდაც და საფრანგეთი მარტო მოაგვარონ ის პრობლემები, რომელსაც თანამედროვე სამყარო პირდაობენ რუსეთთან და ეუბნებიან ასე კარგია. რა თქმა უნდა, რას მივიღებთ მეგობრებო, რუსეთთან დარჩენით მივიღებთ დაშლილ სამნაწილად, რა იყო ყოველთვის მათი მიზანი. ნახეთ, მე სულ ამბობ, რუსეთმა ახლა საქართველოში შექმნა სამი არაღიარებული და დელეგიტიმირებული ხელისუფლება. ეს არის ცხინვალში, ეს არის სოხუმში და თბილისში. იძინა ივანიშვილის სახით. ახლა რუსეთს უნდა რომ აი ეს იქცეს თანამედროვე სამყაროში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დაკანონდეს ეს რომ ეს ასეა. და ამას მიყვება ბიძინა ივანიშვილიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება და შეინარჩუნონ ის ფული, რომელსაც აქ აი ასეთი ყოფნით შეულობენ. მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ როგორ რას გულისხმობ, წარმოუდგენელი არა მხოლოდ რაღაცა ეფემერულ სიტყვებს არ მოვიტან, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ხვალ ჩვენ ვნახავთ ბევრ ხალხს. გუშინ ჩვენ ვნახეთ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მანამდე იყო. არ გატყდა ეს ხალხი, მეგობრებო, არა თუ მარტო ის ადამიანები, ვინც ციხეში შედან გულისხმობ ბიჭებს, ახალგაზრდა გოგონებს, ქალებს, კი ბატონო. და არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, ვისაც ახლა ერთ-ერთ უსმინეთ, რომელთა ვალდებულებაც არის, რომ ასე მოქცეულიყვნენ, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ. არა თუ ეს ადამიანები, არამედ დედები და მშობლები, რომელიც გარეთ არც ერთი არ გატყდა. იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ფასი აქვს ამ ბრძოლას, რა დგას ჩვენს უკან და რას დავკარგავთ თუ კი ამ ბრძოლაში ჩვენ უკან დავიხევთ. ამიტომ ვამბობ, ცოტა გამიგზელდა ლაპარაკი, მაგრამ მე მგონი, ის ნიშნული ცვალრისი გულისთვისაც ვიკრიბებით ჩვენ რომ დავიცვათ ვიზა ლიბერალიზაცია. დავიცვათ ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაცია არის ასევე ნიშნული, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ დიდი სივრცის ნაწილს, რომელსაც ქვია დასავლეთი და ევროპა და ევროკავშირი. ეს არის ნიშნული, რომლისთვისაც ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ხო და ჩვენში გულისხმობ ყველას ჩვენს უკან ვინც იყო, არა მხოლოდ 90-იანი წლებიდან დაწყებული, არამედ მანამდეც 1918-21 წლებიც, მერე რომელი ადამიანების დაიხოცნენ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ 24 წელი იქნებოდა ეს 37-იანი წლები, 78 წლის ენის გამარჯვება თუ 56 წლის 9 მარტი. ყველა ის ადამიანი იბრძოდა ამ იდენტობის გადასარჩენად. აღარაფერს ვამბობ ილია ჭავჭავაძეზე და იმ წარსულზე და ქრისტიანობის გადასარჩენად ვინც იბრძოდა და თავს წირავდა იმ ხალხს ვინც რატო იმიტომ რომ ეს არიან ზუსტად ის იდენტობის საყრდენები რომელმაც საქართველოს რა თქმა უნდა ამიტომ ჩვენ ამას არ დავთმობთ ვიზა ლიბერალიზაციაც ამის გამოხატულებაა ეს არის ჩვენი ბრძოლის და შრომის შედეგად მოპოვებული და ამას ვერავინ წაგვართმევს ამისთვის უნდა გამოვიდეთ და ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალ და განსაკუთრებით მიხარია მე ჩემთვის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახლია ყველაზე მეტი დრო იქ მაქვს გატარებული 1993 წლის მერე, რა ვიცი, ეს ეზო ეს თავის შენობით, ეს ხო მარტო ეზო არ არის, ხო იქ არის ხალხი დასაფლავებული, რომელმაც აი ეს ღირებულებები, რაზედაც ჩვენ საუბრობთ ახლა, შექმნა და ჩამოაყალიბა. ეს უნივერსიტეტიც სწორედ ამ პირობებში და ამისთვის არის შექმნილი. და ამ ხალხს ახლა უნდა რომ მოვიდეს და იმიტომ რომ ბევრი ფული იშოვოს და ჩვენზე და თქვენზე უკეთესად იცხოვროს და მიითვისოს ის რაც მათ არ ეკუთვნის, უნდათ რომ ეს დაანგრიონ. ამიტომაც ვამბობ ყოველთვის რომ ხერხები შეიძლება რუსულია, ადაპტირებულია ბელორუსიაში ამის გამოყენება, მაგრამ საქართველოს ეს ვერ იმუშავებს. ჩვენ არ გავტყდებით, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა. რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა დაიჭირონ, ქართველი ხალხი არ გაჩერდება. იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ არის ქუჩაში გამოსული, ან კონკრეტული ლიდერის, ან კონკრეტული პარტიის, ან რაიმე პოლიტიკურისთვის ქუჩაში. ისინი გამოსულები არიან საკუთარი თავისუფლების, საკუთარი შვილების მომავლის და ქვეყნის წარსულის და მომავლის დასაცავად. ხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს დავკარგავთ წარსულს. რას უტევს პირველ რიგში, ნახეთ?
რატო ვამბობ? ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს მომავალსაც. ამიტომ ვცდილობ წარსულის გადაწერას, პირველ რიგში ისტორიის გადაწერას. რომ სადღაც ვითომ ვიღაცამ რაღაცები ასე გააკეთა და ისე გააკეთა. მეგობრებო, კიდე ერთხელ დავუმეორებ. უახლესი ისტორია გადაწერა ერთთვიანი მუშაობის შედეგად წყალებში. მოდი რა, უნდა რომ გადაწეროს, იმიტომ რომ უთვალეს მას რაც არ უნდა წიგნები ბეჭდოს ახლა ახლიდან. 70 წელი წერეს ისტორია, მაგრამ არ დაიკარგა ფაქტებს და სიმართლეს, მაგრამ თქვენ საუბრობდით წარსულის განადგურებას, ეს კრემლის მეთოდია, განადგურე წარსული იმისთვის, რომ ისეთი მომავალი შექმნა, როგორც შენ გინდა პროპაგანდისტული საშუალებებით და ამას ვერ მიაღწევს ამბობდით. არა, ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ერთი არის ისტორიის სახელმძღვანელოში რაც ჩაწერენ, ასე დაწერეს კიდეც, ხო, მაგალითად ჩვენ ხშირად ჩემ თაობას არც კი ეუბნებოდნენ რა იყო 1918-21 წელი, ან არ ეუბნებოდნენ, ან თუ ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ამოვარდნა საქართველოს ლოგიკური განვითარების გზიდან. და მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად აღიარებდნენ 1921 წელს ან საქართველოს გასაბჭოებას და ასე შემდეგ, ანუ შეერთებას გიორგიევსკის ტრაქტატს და ასე შემდეგ, მაგრამ ამან მაქსიმა ეს მეხსიერებიდან არ წაიშალა ის მართლა რეალობა რა არის. ხო, 56 წლის შესახებ ინფორმაციები არ იცოდა 10 წლის მერე დაბადებულმა ადამიანებმა, მაგრამ დადგა დრო, როცა ამაზე საუბარი დავიწყეთ და ეს ყველაფერი ისტორია სიმართლის მხარეს დადგა, ასე თქვა და ყველაფერი დაბრუნდა იქ სადაც საჭირო იყო. 21 საუკუნეში ამის დამალვა არის აბსოლუტურად შეუძლებელი. სრულიად შეუძლებელი. უბრალოდ სამწუხაროდ აქ ჩვენ გვყავს ადამიანთა რაღაც კატეგორია, რომელსაც ურჩევნია რომ ახლა ბიზინა ივანიშვილის აი ამ პირამიდაში იყოს ერთ-ერთი ნაწილი, იმიტომ რომ რაღაც სარგებელს ნახულობს და პოულობს და ეშინიათ უკვე ეს შეიცვლება ეს რეალობა, ეს ადამიანი დაკარგავს აი ამ რაღაც სარგებელს. ამიტომ მე მოუწოდებ ყველას კიდე ერთხელ რომ მართლა ღამე დაფიქრდით, მათ შორის პოლიციელებსაც დარწმუნებული ხარ, საქართველოში იმდენი პოლიციელია შაშანდელ არჩევნების შედეგებს თუ დავითვლით, ამ პოლიციელების ნაწილმა ოპოზიციას მიცა ხმა და მე ვთქვა შეიძლება იჭერენ კიდეც ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება აქვს ზოგადად პოლიციელებს და ახმა სამყაროსი. ხო, მაგრამ მე ამჯერა არც იმის ბოლომდე მჯერა რომ არსებობენ პოლიციაში ადამიანები, რომელთაც არ მოწონთ ის რის დავალდებულებასაც ახლა მათ კიდევენ, ანუ რას გულისხმობ? აქციეს, სულ ამას ვამბობ, თვარის მოტაცებაშია კაცის კაცი რა უნდა იყოსო და მით უმეტეს კაცის კაციო და ამ კაცის კაცების დაცვა დაქციეს. თან იმ ადამიანების, რომლებზეც ზუსტად იციან ინფორმაცია, ხო, რაღაც ის ხალხი, ვინც იქ იყო და გოგონებს ურტყავდნენ, ნარკომანები, არ ვიცი, ესენი მოროდიორები არიან, ქუჩაში გამოსული იმისთვის, რომ აქციაზე ვიღაცას თავს დაესხმან და ტელეფონები მოპარონ და სახში მე არ ვიცი, ხა მოიხმარონ თუ ვისაჩუქონაძე არ ვარ. ამიტომ მე ყველას ვაფრთხილებ და მათ შორის მე ვიცნობ პოლიციელებს, მეგობრობთ, ხა საქართველოს ყველას ძალიან კარგად იცის, არც ერთ მათგანს ვიზეც მე საუბრობ ახლა და ვინც ჩემს გონებაშია, არ უნდა რომ მისი შვილების მომავალი იყოს ისეთი, როგორ რეალობასაც ისინი ახლა ემსახურებიან. ამიტომ ხე ნაყოფით იცნობა, მეგობრებო, აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ ის სად გახართ. ყველა მათ შორის არა მხოლოდ პოლიციელებზეც საუბრობ, არამედ მასწავლებლებზეც, მოსწავლეებზეც და ყველაზე. გელოდებით ყველა სხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 19 საათზე უნდა მოვაწყოთ ის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ვანო წერეთელი კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი.